დილა მშვიდობის, როგორ ხართ? როგორ ხართ ჩემო გოგოებო? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. დღეს რაღაც არ მცივა და ნახეთ როგორ ჩავიცვი. ის ჩავიცვი ოქია. მოკლე მკლავიანი პირველად ჩავიცვი და რაღაცნაირად ცოტა ისეთი შეგრძნება არის ხოლმე პირველად რომ გადახვალ რა ისეთ ზაფხულის დასაცმეზე შეჩვევა უნდა ყველაფერს რა სიტყვით ეს საჭმელი დავდგი მაგრამ მე ყავა მინდა ყავა დავიღეთ პირველის ნახევარია დილა ეხლა ეს დილა კი არა შუადღია უკვე და მე სანამ დავიბანე სანამ დილით მიყვარს დაბანვა ძალიან და საღამოთი აი თავსაც ყოველთვის დილით ვიბანდი ახალგაზრდობიდან და შემეტყოდა შეიძლება გოგო გაცივდები არ ვცივდებოდი სხვათა შორის ვიბანდი თავს დილით თუ სადმე ვიყავი წასასვლელი აზრი არ აქონდა ქარი იყო თოვლი იყო მაინც უნდა დამებანა და ისე მივდიოდი რატო არ ვცივდებოდი აბა არ ვცივდებოდი საერთოდ ავა დავიო გოგოებო და საჭმელი ეს დავდგი გიასთვის დავდგი ერთი კარგად დათხეს მე ვამჩნევ არ ვიცი სახეზე მომატებასაც ძალიან მიხარია მაგრამ უკვე მომწონს და მეტი არ მინდა რა როგორც არის აი ესე და всё აი ეს აი აქ მქონდა ჩავარდნილი ესენი ხო საერთოდ ისედაც მეტყობა მე აი ეს ძვლები სახის მოყანილობა მაგეკეთი მაგრამ აი აქაც მქონდა ჩავარდნილი და ეგ ამონებსო მაგაზე ვამჩნევ რომ მოვიმატე ცოტა სახეზე და რავი ძალიან მიხარია და ტანზე არ ვიცი ტანზე არაფერი არ მეტყობა ჯერ არც მინდა ეხლა ძალიან არ მინდა მაგრამ ნუ საკმარისია რა ესე როგორც ვარ 2 კილოც ეტყობა გოგოებო ადამიანს რა 2 კილო რომ მოიმატოს და რა კი რა ხო გაცვია დასაცმელი ხო გაცვია დასაცმელი აი რა ზემოვიდა ამფეტიო შემპირდიო საღამოთი უნდა და ძალიან რა ძილის წინ და არ მივეცი იგი საღამოთი არაფრის დიდებით არ შეიძლება რა კამფეტის ჭამა და ხვალ მეთქი და ახსოვდა და შემოვარდა აბა დავლიოთ ეხლა ყველაფერს ხო გიყვები თქვენთან ერთად ვითარდები მე მგონია რომ ვითარდები გოგოებო რა ვიცი იმიტომ რომ ვიცვლები ჩამეთქო რა და ცივზე რომ მომეშვა არ ჩაერთო ვიცვლები მე რაც თბილისში გადმოვედი ძალიან შევიცვალე. ხო და ეგ ძალიან მიხარია რომ ერთ ადგილზე არ ვარ რა გაჩერებ. თან გეგმებიც მაქვს კიდე უფრო მეტად
შეცვლის, მეტად განვითარების და დღეს იცით რაზე ვფიქრობდი? დამოკიდებულებაზე. ძლიერ დამოკიდებულებაზე, ანუ ძლიერ დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი. და ჩემი თავი მე თვითონ მაოცებს ხოლმე და მახარებს ხოლმე, რომ ჩემ ცხოვრებას რო გადავხედე 1 2 3 4-ჯერ მაქვს დაძლეული ძალიან ძლიერი დამოკიდებულება და ეს არის სასწაული. ეს არის სასწაული მართლა თუ შეგიძლია რომ მოახერხო. აზრი არა აქვს, დამოკიდებულება იქნება ეს ტკბილზე, იქნება ეს სასმელზე, იქნება ეს ნარკოტიკზე, წამალზე, თუ ადამიანზე. აზრი არა აქვს. თუ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი დასწრიო და გიხაროდეს ისევ, გამოხვიდე მდგომარეობიდან და აქტიურად დაგავიწყდეს კიდევაც რო გქონდა ეს ყველაფერი ოდესმე. არ ვიცი, ეს არის სასწაული. ეს არის ძალიან მაგარი რაღაც და ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ. ძლიერი გაქვს ფსიქიკა, ძლიერი გაქვს ბუნება და ხარ ძლიერი ადამიანი. ეს მაგას ნიშნავს. სამჯერ, 4ჯერ დავძლიე მე ძალიან ძლიერი დამოკიდებულებები ისე, რომ აი გუში შემახსენა მაგალითად. ზუსტად მაგაზე გამახსენდა ეს თემა, რომ მოგითხარით, მეორედ ვსვამეთქი ყავას, რამდენი ხანია მე მეორედ ყავა არ დამილევია და ტკბილი. დილით რასაც ხედავთ გოგოებო ეგ არის ხოლმე და მე ვცდილობ, რომ რა ვიცი რა, ვცდილობ კი არა, საერთოდ არ ვჭამ ტკბილს. და გუშინ რაღაცას განვიცდიდი და 2ჯერ მომიწია ყავის დალევა და ტკბილის მიტანება და მეორედ არც მომწონა. სიმართლე რო გითხრათ და დავფიქრდი, რომ ნახეთ თავი შემახსენა ამ ყველაფერმა. თავი შემახსენა, მაგრამ იმდენად დიდი დრო გავიდა, ანუ რადგან შეიძლება სხვა დროსაც მიჭამია ტკბილი, მაგრამ აი გრი არა რა, ემოციურ ნიადაგზე მოხდა გუშინ ეს ყველაფერი. ანუ იმიტომ დავლიეყავა. შეიძლება სხვა დროს მიჭამია ტკბილი და ყავაც დამილევია, მაგრამ აი ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ რომ მინდოდა, მომინდა, ანუ და გუშინ ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩემი ემოციები და განცდები ამითი ჩამეხშო. და ეს რაც წონაში ასეთი რაღაცა არ მახსოვს. პირველად შემახსენა თავი და განმეორდა. და სულ ეგრე ვიყავ. სულ ეგრე პატარა ემოციაზე, პატარა ნერვიულობაზე, პატარა რაღაც. სულ კამფეტი, სულ შოკოლადი, სულ ყავა. ესეთი რაღაცები ვიწყობდი ჩემთვის. ანუ საწამლავით ფაქტიურად ვიყუჩებდი ამ ტკივილს. აზრი არა, გინდაც ეს იყოს საჭმელი. მე ტკბილზე მქონდა ეს პრობლემა, ტკბილზე. ზოგი მაგ დროს ღვინოს სვავს, ზოგი მაგ დროს ხო, ზოგი ღვინოს სვავს მაგ დროს, ნარკომანია კიდევ უფრო ძალიან ისეთი რაღაცაა, რომ უკვე სხვა ის არის. მაგას ალბათ წამალზე დამოკიდებულება კიდევ უფრო რთული ფორმაა და ისეთი მკურნალობა უნდა სერიოზული. აქ ნახეთ ერთი ცალი გადამიტოვეს. ხო და
პირველად როცა დავძლია მე ეს ძალიან ძლიერი დამოკიდებულება და ტვინი მიხვდა ამას რომ მე შემიძლია, იმის მერე გოგოებო აღარ მიჭირს. აღარ მიჭირს ეს ჩემთვის არის ძალიან ისეთი რა ადვილი ხო გეუბნებით გუში შევამჩნიე რომ შემახსენა თავი. Emilija. Es pečenja. Mogu keđami sam gindaklis. Čemēr sad uqvart tqvili. Nuikas უფრო მათ სიმგენად რა. მათ ეს არა ძალიან. ასევე არის გოგოებო ადამიანზე დამოკიდებულება. ძალიან რთული, აი მაგალითად ოჯახები რო ინგრევა ხოლმე. არწმუნებული ვარ ეს ძალიან ურთულესია. იმიტომ ინგრევა ოჯახები რო სიყვარული აღარ არის ხოლმე ფაქტიურად, ხო, თორე არ დაინგრევა. მაგრამ რატო უჭერთ ხოლმე მაინც? დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ ძლიერი. და ამიტომ სიყვარული აღარ არსებობს ხოლმე მათ შორის. პატივისცემა აღარ არსებობს ხოლმე მათ შორის, უბრალოდ ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან ხოლმე და ამის გამო ძალიან უჭირთ ხოლმე ეს განშორება ერთმანეთთან. და ზოგჯერ წლები სჭირდება ხოლმე ამ ყველაფერს რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. წლები. და მუშაობა საკუთარ თავზე. წმენა და თვითშეფასების ამაღლება. საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია რო გახდე და შენ თავში ჩადო ყველაფერი, შენ თავმა რო გაგაბედნიეროს. ვერავინ ვერ გაგაბედნიერებს, შენ თვითონ მარტო კინა თუ ხარ ბედნიერი, მაშინ მოსწონს ყველა შენთან ყოფნა. მაშინ მოსწონს ყველა შენთან ცხოვრება თუ იღებს ამ ყველაფერს შენგან. რომ ჩამოეკიდები ვიღაცას, ეს არ მოსწონთ ხოლმე. თუ მართლა ძალიან ძლიერი სიყვარული არ არის. თუ ძლიერი სიყვარულია, ძალიან ძლიერი სიყვარული თუ არის. აქ დროს ალბათ აიტანს. თუ არა და ვერ აიტანს. ძლიერი სიყვარულის დროს ცოლ-ქმარს სჭირდებათ თავისი დრო, ორივეს. განცალკევებისა, დაფიქრებისა. სულ ერთად რო ხართ და მოსაყოლიც კი არაფერი არა გაქვთ, ძალიან ძნელია.
ამიტომ ძალიან პატარა არ უნდა გათხოვდე. მე მიკვირს ახლა რო ვიგებ 18 წლისები რო თხოვდებიან, ღმერთო ჩემო. ეს ყველაფერი როგორ მანერვიულებს იცით? ხედავ რა Facebook-ზე. ნაცნობებს. ეხლა ის რო აღარ არის. რო 18 წლისა გათხოვდეს გოგო რა. რა ბიჭის რა თქმა უნდა პატარაა, ხო, რო ხდება. 18 წლისა რომ მიყავს ცოლად. 20-22 წლისა რო არის. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ჩემი. ეხლა აღარც არავის არ იტაცებს, ხო, ხედავთ გოგოებო, ის რო აღარ არის და ძალიან დიდი შესაძლებლობა გაქვს იმისა, რომ ისწავლო რაღაცას მიაღწიო, ჩამოყალიბდე და მერე გათხოვდი, ხო, მერე დაქორწინდი. და მე რო ვფიქრობ, ეხლა ამ დროში, აი ესეთი დრო, ჩვენი დრო სხვა იყო რა. ხდებოდა მაშინ კიდე ეგეთი რაღაცები, რომ პატარები თხოვდებოდნენ, მე არ გავთხოვდებოდი ესე პატარა. 20 წლისა. 20 წლისა არ გავთხოვდებოდი. კარგია კი, ეხლა რო ჩემი ბიჭი გაძმანივით რო ვართ მე და ნიკა. ეს ძალიან კარგია. მაგრამ მე გამიმართლა და გადარჩა ჩემი ოჯახი და ძალიან ბევრი ოჯახები ინგრევა. საპატარები ქორწინდებიან. ძალიან ბევრი. ანუ უფრო მეტი არის ალბათობა იმისა, რომ ოჯახი ვერ შედგეს, როცა ბავშვები ქორწინდებიან ხოლმე და რა ვიცი რა, ძალიან მიკვირს ამ დროშიც რო კიდე ხდება, ანუ ესეთი რაღაცები. სანამ არ შედგები, სანამ არ მიხვდები ვინ ხარ და რა გინდა და ეს 18 წლის ასაკში ძალიან ძნელია რომ გაათვითცნობიერო ეს ყველაფერი დაფრინავ აუცილებლად უნდა გაიაროს მაგ ყველაფერმა ჩემი აზრით რა ვიცი მე მყავს მაგასაკი შვილი და სულ სხვანაირად ფიქრობს დროა ღმერთს სხვანაირად ფიქრობს სულ წავედი ხა ერთად დავლიოთ ყავა გოგოებო ტკბილად როგორც ყოველთვის მიყვარხართ ძალიან მადლობა არ დაგვავიწყდეს ვუთხრათ ჩვენ მოღრუბლულ დღეს მადლობა ზიანი დღე არ არის იქნებ რა ვიცი გამოვიდეს არა ისეთია რომ დღეს მზე გამო ხო და მადლობა ყველაფრისთვის მოეც იმ სიხარულისთვის რომელიც გვაქვს მე მაგ სიხარული ჩემი თმები ძალიან მომწონს ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს ხო მე ვეღარ გამოილია მე თუ რამდენი ხანია ვსწავლ კიდე არის ვეღარ გამოილია ეს წამალი როგორ ვეფერები ადრე იცით რო არ მიყვარდა მე გაშლელი თმა საერთოდ არა ვერ ვიხდენდი ვერანაირად გაშლილ თმებს ნუ რაღაცნაირად წელს ხო წელს მომინდა
ეს გაშვილი იქნები. სულ ყოველთვის აწეული მქონდა, ან უკან გადაწეული და შეკრული. მაგრამ ვიშლიდი ხოლმე იშვიათად, მაგრამ სული რო ვიყავი წონაში, არ მომწონდა ხოლმე მაგ დროს. და ეხლა მომწონს. და თმაც როგორც გამოიყურება, ეგეც მომწონს და ვერ გამოვიწერი მაინც რაც მინდოდა, მარტოზეც ხმარობ და ეგეც კარგია, მაგრამ კიდე რაღაცები მინდათ მისთვის. გამოვიწერ მაგეებსაც. ერთი მაინც ნიღაბი. შრალად რო ისნევენ, ანუ რო დაიბან შეგიძლია წაისვა და ჩამობანვა აღარ უნდა რა და რა თქმა უნდა ეგ თან იცავს. რო არ დაიწვას თმა, როცა აშრობ, მე სულ ვიშრობ თმას. ყოველდღე არ ვიბან, ხო იცით გოგოებო, მაგრამ სამ დღეში ერთხელ რო ვიბან, ფენით ვიშრობ, სულ ალბათ ყველა ეგრე ვართ, ხო თქვენც ალბათ ფენით იშრობთ თმებს და მაინც ხო იწვება რა, ეხლა ეს ფენი სავარცხელი რომელიც მაქვს მე. ხო გეუბნებით ეგ ფენსავარცხელი დიდი ფენივით არ წვავს თმას. იმიტომ რომ ავიცი თმა არ არის ხოლმე ეგეთი ცხელი. დიდი ფენიც მაქვს მე და იმითი რომ ვისწორებდი ხოლმე, უთო ბუგავს საერთოდ. უთო საერთოდ მე მგონი რომ თმაზე არ უნდა დაიტოს ადამიანმა. თუ ძალიან ისეთი არ არის, რავი, ძალიან კარგებით შეიძლება იყოს. და ფენთან შედარებითაც ფენსავარცხელი არ არის ახლა ეგეთი ძლიერი. ფენი უფრო აცხელებს ხოლმე, ძალიან აცხელებს ფენი თმას და თუ საშუალოზე დააყენე, საერთოდ ძალა არ აქვს. ეს კარგია, ეს მომწონს. გისწორებს? შვენივრად მისწორებს თმას და თან არ მიწვავს. ავიცი. და ყოველდღე რო არ ვიბან, ალბათ ეგეც შველის, მაგრამ აუცილებელი არის თერმოდამცავი და ნიღაბი. აუცილებელია თმისა. იცავენ ეგენი, რა თქმა უნდა. გაკოცეთ აბა და წავედით დროებით.